მოგესალმებით, მე ვარ აკენის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მასწავლებელი ილია პაუზიაშვილი. მე წარმოგიდგენთ თემას ჩვენი ბუნება, ჩვენი მომავალი. ტანის ერთ-ერთი ლანდშაფტი ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ ლამაზი ბუნება. ესაა მომავალი, რომელიც შეუდარებელია თავისი სილამაზით და მრავალფეროვნებით. ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა ბუნებას ყველაზე მეტად ზაფხულში უჩნდება. სტუმრს და სკილს. სკილა ადამიანების დაუგებრობა, გულგრილობა და უემოციობა. როდესაც ხელად ყველა აქ გამოდის, მდინარეში განაყოფა. აროს წყალს მიირთმევენ და ტყეში სეირდება. ბოლოს, როდესაც საქმე ტრადიციულ სმაჭავამდე მიდის, კოცონს არ აკეთებს. ლუდის ბოსტებს აქეთით ისჩვიან და არც კი ადარებთ, რომ შეიძლება ხანძრის მიზეზნი გახსნი და ეს ბუნების საგანძური გაანადგურონ. ნარჩენები, რაც სჭირდებათ, უკეთეს შემთხვევაში პარკით ადგილზევე ტოვენ და მანქანიდან გზის ნაპირას ისჩვიან. უარა შემთხვევაში კი ადგილზე მიღმოთან ტყუს ტოვენ და საფრთხეს უქმნიან ცხოველებს და ფრინველებს. ძალიან ხშირად დაუდგათ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიერის ჩართულ სკოლების ეკო კლი닉ასთან ტანის არქიტექტურის დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიაზე. დასწავლის აქციაზე არაერთხელ ყოფილვარ თავადაც ინიციატორი და ჩემი დიდი სურვილია ამის სისტემატურად განხორციელება ზაფხულში. არა მხოლოდ დავასუფთავოთ, არამედ გავდგათ გამხილებელი ბანერები, წარწერით, ნუ დაანაგვიანებ, ბუნება ჩვენი მომავალი. მონადირეები. ნადირობა ეს ის პრობლემაა, რომელსაც სეზონი არ გააჩნია. ნადირობენ ყველა სეზონზე და არც კი ფიქრობენ, რომ სავარაუდოდ შეიძლება მათ შეუმჩნეველი ფრინველები იშვიათად გადაშენების პირას მყოფ ფრინველებს თუ ცხოველებს შეუქმნას საფრთხე. ადამიანის ბუნება ხომ ღვთისგან ნაგვაზების საჩუქარია, თავისი ფლორით და ფაუნით. გავაფრთხილეთ მას და ნუ დაგვაუწყდება, რომ ჩვენ მას ჩვენი შვილების განსასწრებთ. ამ წლის დასაწყისში თანამშრომლობა მქონდა ნიდერლანდების ორგანიზაცია ზიფრიფარისთან, რომელსაც შემთავაზე იდეა, რომ დააფინანსებინათ ეს იდეა, შეგვეძინენ ნაძვები და შემდეგ თეთრის დაცულ ტერიტორიაზე დაგვერგო. მათ მოусმინო მათ რჩევებს, თუ რომელ სეზონზე უნდა დაგვერგო, როგორ და რანაირად და ამის გამო გაზაფხულზე დავდგეთ 30-მდე ნაძვის მიღება. ოქტომბრის დასაწყისში ვიყავი ერასმის თერევანში და უნდა გაგვეტანა პრეზენტაცია, სადაც გავაცნობდით საქართველოს. იქ მყოფმა ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ არც ერთი არ უყავით ერთი რეგიონიდან კუთხიდან და გადაწყვიტეთ, რომ მოდი ისეთი რამე ჩავამატოთ ჩვენი რეგიონიდან კუთხიდან, რაცო ვიცით ვამაყობთო. და დიხარ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა და ბოლოს გამახსენდა, რომ რა უნდა გამეტანა თუ არა ტანისა და თითქმის დაცული ლანდშაფტი. გავაკეთე ეს პრეზენტაცია, გავუტანე და გავაცანე ჩემს თანატოლ ბავშვებს. ასევე იანვარში მივიდივარ საფრანგეთში და ვფიქრობ გავაცნო ისევ ერასმის ბავშვებს ტანისა და თითქმის დაცული.